ჩვენ ეთერში ვბრუნდებით, ჩემო გვერდთან მეორე სტუმარი, ეკონომისტი და ჟურნალისტი სოსო სიმონიშვილი. ძალიან დიდი მადლობა ბატონ სოსო, რომ მონახეთ დრო და ჩვენთან მოხვედით და ცოტა შორიდან გაიხარეთ, ცოტა შორიდან დავიწყებ საუბარს უკვე დამოუკიდებელ საქართველოში. მას შემდეგ რაც როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე, სამწუხაროდ ეს უნდა ვთქვა, ყველამ, ვისაც შეეძლო და სურვილი ჰქონდა დააზიანა ეს ქვეყანა, ხელისუფლებება გაყიდეს და გაანიავეს საბჭოთა მემკვიდრეობა, ის რაც დარჩა, ხოლო მოსახლეობამ, რაზეც ხელი მიუწვდა, ჯართად გაყიდა და ჩვენ და სამწუხაროდ და სავალალოდ ბოლო წლებამდე ჯართის ექსპორტი პირველ ადგილს იკავებდა ჯართში და რაღაც შემდეგ უბრალოდ პირველ სამეულში ბოლო წლებამდე ნამდვილად შედიოდა პირველ წლებში საერთოდაც პირველ ადგილას იყო. თუმცა მე ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი დარტყმა მაინც მიაყენა სამეცნიერო და პროფესიული პოტენციალის განიავება ამ ქვეყნის, როცა შრომის უნარიანი და ფერტილური ასაკის მოსახლეობა გადის ქვეყნიდან. სხვათა შორის მე აქ 50-50-ზე ხედავ პასუხისმგებლობას, როგორც პერსონის, ასევე სახელმწიფოს ან ხელისუფლებების, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ხელისუფლებების მარიონეტები, რომ აქ გაუსაძლისია პირობა სადღაც უნდა გაიქცე, ადამიანი თვითონაც იღებს გადაწყვეტილებას. ეს მოსახლეობა გადის იმ იმედით, რომ უკეთეს ცხოვრებას მოიწყობს ის თუ არა, ყოველ შემთხვევაში მისი ოჯახის წევრები მაინც. ხოლო რადგან ეს წმიდა ადგილი ცარიელი არასდროს რჩება, ბუნებრივია ეს ივსება უცხოელი მიგრანტებით და აღწერის 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ბოლო მონაცემებით წინასწარი ცნობები გამოქვეყნდა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 259,000 და ეს ნამდვილად არ არის. მე მგონი საქართველოს მოქალაქეების, ქართველების მატების ხარჯზე ამდენი ბავშვი ფიზიკურად ვერ დაიბადებოდა უბრალოდ და იმიტომ რომ მოკვდაობაც ხო არის, არა, ჩვენ ძლივს ვინარჩუნებთ არსებულ რიცხოვნობას წლიდან წლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ყველა არის ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქე არა, მაგრამ გარედან შემოსული და უკვე ამ მშენებლობაზე რო გადახედავ, გასაგებია, რომ ამდენ ფართს ვერ აითვისებს ჩვენი რაოდენობის ქვეყანა და ეს კიდევ ერთი სტიმულია შემოსაყვანა და შემოსასვლად. იმას გარდა რომ უკვე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ჩვენ აღარ გვყავს ძალიან ბევრ დარგში და უახლოეს მომავალში მე მგონი არც ერთ დარგში აღარ გვეყოლება. აი რა შედეგი მოიტანა და სამომავლოდ რა შედეგს მოიტანს სამეცნიერო და პროფესიული პოტენციალის გაფლანგვა. როგორც ჩემს მეგობარს თემურ გიორგიძეს უყვარს ხოლმე თქვა, აქ არის ფუნდამენტური საკითხებია. ხო და აი ფუნდამენტური ეკონომიკური ხედვით იმისათვის რომ ქვეყანა იყოს წარმატებული, უნდა იყოს ერთგვარი ბალანსი. ეს ბალანსი აუცილებლად უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება რაღაცა თვალსაზრისით ძალიან დიდი ვარდნა. რა ბალანსი იდეალური ბაზარი, რა შემთხვევაშია იდეალური ბაზარი? ჩვენ საზოგადოების წევრები ყველანი უნდა მონაწილეობდეთ აი ამ ბაზარში, ყველა უნდა ვიყოთ მონაწილე. ანუ ჩვენ იქნება ეს რაღაცა ჩვენი წარმოებული საქონელი, იქნება ეს ჩვენი ინტელექტი, ჩვევები, ასე შემდეგ, ხო? რაღაცას ყიდით და რაღაცას ვყიდულობთ ამ ბაზარზე. ხო და აი იმ ყიდველსა და გამყიდველს შორის უნდა იყოს ბალანსი. ასეთ შემთხვევაში, როცა ყველა მონაწილეა, არავინ გარიყული არ არის და ყველა ყიდის და ყველა ყიდულობს, შესაბამისად ყველა რაღაცას აწარმოებს, ხო? ანუ ახალ აღირებულებას, ახალ ფასეულობას ქმნის, მაშინ ესე იგი აი ეს კაპიტალი, ფინანსური კაპიტალი ტრიალებს და ქმნის ახალ დოლარზე სამუშაო ადგილებს. დოლარს ხო, ახალ დამატებულ ღირებულებას ქმნის, ახალ ღირებულებას, ანუ დამატებულ ღირებულებას ქმნის. აი ეს არის წარმატებული საზოგადოება, წარმატებული ბაზარი, იდეალური ბაზარი. ეხლა რა შემთხვევებში აქვს ამას დიდი ჩავარდნა. საერთოდ კარგად მოგიხსენებათ, რომ კაპიტალიზმის საფუძველი არის კონკურენცია. კონკურენცია სხვანაირად ყველაფრის საფუძველია კონკურენცია. ბუნებაშიც კი. ბუნებაშიც კი, სწორად გეთახმებით. ხო და აი კონკურენცია სხვანაირად რო ვთქვა სამოქალაქო ენაზე რო გადმოვიტანოთ, ხო კონკურენცია. კონკურენცია ნიშნავს თანაბარ პირობებს. თანაბარ უფლებიანობას ნიშნავს.
მაგრამ ვინ არის არათანაბარ პირობებში, ანუ აღმატებულ პირობებში ზოგადად საზოგადოებაში? რა თქმა უნდა, მთავრობა, ხო, ხელისუფლება. ანუ ხელისუფლება თავისთავად არის ბუნებრივი მონოპოლისტი. ის არ შეიძლება არ იყოს მონოპოლისტი, იმას რომ კონკურენტი ყავდეს, როგორ შეიძლება ორი მთავრობა და ორი ხელისუფლება იყოს, ხო? მაშინ სამოქალაქო ომი დაიწყება. ხო და ანუ ბუნებრივად თავისთავად მონოპოლისტია, იმიტომ რომ იმას კონკურენტი არ აყავს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ყველა არსი ქმნის თავისნაირს. ანუ ოლიგარქიების და დიდი მონოპოლიების შემქმნელი საერთოდ არის მთავრობა და ხელისუფლება. სხვადასხვა აქვე ვიტყვი, სანამ ის ამ თემაზე მინდა შემდეგ ვისაუბროთ ჩვენ აუცილებლად, აი რომ იმართებოდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი, ეს ევროპა და ამერიკა შორიდან ნერვიულად აკვირდებოდა და ტრამპმა ძალიან დიდი ფული იშოვა. დაახლოებით იმდენი და ოდნავ იმაზე მეტი, ვიდრე მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში დააგროვა 5 მილიარდ ამერიკულ დოლარზე ლაპარაკი, აი ხელისუფლების მონოპოლისტობაზე გამახსენდა. არა, იშოვა იმით რომ მისი რეიტინგი გაიზარდა და კრიპტოვალუტაზე იშოვა, ხარ ამის არა, კრიპტოვალუტაზე იშველა, იმიტომ რომ დაარეკლამა მის პოზიციებია მყარი და ხელისუფლებაში რო არის და მის პოზიციებია მყარი, ამიტომაც მისი კრიპტოვალუტაც გამარდა, ასე ვთქვათ. ბაზარზე, რა ქვია, ბაზარზე, ზოგადად ბაზარზე და ბირჟაზე მის აქციებმა, მისმა რეიტინგმა აიწია, მის დობა მის მიმართ აიწია და ეს ავტომატურად მოხდა. უბრალოდ თავისი კრიპტო გააკეთა და მელანიამას, ქალბატონმა მელანია. ბატონო, მაგას ვამბობ, და რო თქვით რომ მონოპოლისტი პირველი და ოლიგარქი არის ხელისუფალიო, მაგას ვამბობ, რომ აი ისეთ თითქოს დაალაგებულ ქვეყანაში, სადაც უფლებრივად დაცულია და სასარდო პირობები თითქოს თანაბარია ყველასთვის, აი შესაძლებელია და ეს მოხდა. კი ბატონო, მაგრამ ეს ხდება ხოლმე, თქვა, კანონის ფარგლებში და კანონის მიღმა, ხო? ტრამპს ამ კანონი არ დაურღვევია. ეს თავისთავად, ხო, არა, კი არ გეკამათებით ზოგადად. ეხლა ჩვენთან რა მოხდა? ჩვენთან მოხდა ის რომ ხელისუფლებაში აი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თუ დაშლამდე ანუ ყველა ხელისუფლება რომელიც ჩვენთან მოვიდა საბჭოთა კავშირის შემდეგ ხო იყო ძალიან არაკომპეტენტური ესე იგი არ არსებობდა არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი თუ საზოგადოებრივი ჯგუფი რომელსაც რაიმე წარმოდგენა ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა საიდან იქნებოდა ხო საიდან იქნებოდა ხო მაგრამ საქმე ის არის რომ არც მაინც ნაფიქრი და ნამუშევარიც არ ჰქონდათ საკუთარ თავზე მაინც საკუთარ თავზე მაინც იმიტომ რომ სოფლიოში ასე თუ ისე რაღაცა გამოცდილება ხო იყო რაღაცა ხო იყო კემე ხო მაგრამ არ ჰქონდათ ამაზე ნამუშევარი და საერთოდ ითვლებოდა რომ აი მაგალითად ახლა თქვენ ალბათ გახსოვთ რომ გამოდიოდნენ ხოლმე დეპუტატები პარლამენტში ძალიან უყვარდათ ასეთი გამოთქმა რომ მე რა თქმა უნდა ეკონომიკის არაფერი არ გამიგება მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ და ასე შემდეგ ხო ანუ ეკონომიკის ცოდნა აბსურდული გამონათქვამები ხო ანუ ეკონომიკის ცოდნა ამათვის ამ წრეში ცოტა სამარცხვინოთაც კი ითვლებოდა ეკონომიკა ანუ ხო გახსოვთ აი თუნდაც ეს ფაკულტეტი ფინანსები და კრედიტი თავის დროზე ეს ითვლებოდა რომ თავშესაფარი იყო უსწავლელთათვის დიახ და ეს გამოჩნდა კიდეც მე შედეგი ვერ მოეწყო რა ხო და ეგეთი ამბავი ხო და აი ეგეთი ამბავი იყო და ნახეთ რა მოხდა ის ამბავი რომ ჯერ ეს ერთი ვერავინ ვერ მოემზადა თუ არავინ არ მოემზადა არავინ არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინათ პირველი დარტყმა ეკონომიკას მიაყენა სამტრედიის რკინიგზის გადაკეთვამ რამაც ასეულობით ეშელონი არ შემოუშვა საქართველოში და ასეულობით ეშელონი არ გავიდა საქართველოდან. ანუ მოწყვიტა დანარჩენ სამყაროს საქართველოს ეკონომიკა და გააჩერა პრაქტიკულად ყველა დიდი საწარმო. დიდი კი არა, პრაქტიკულად ყველა გააჩერა. ამან გამოიწვია კატასტროფული შედეგები, რომლის ესე იგი კვალი დღესაც კი ეტყობა ჩვენს ეკონომიკას. ამის შემდეგ ესე იგი ბაცას თუ შეიძლება სანამ ამ ჩამონათვალს გააგრძელებდით და კითხავთ აი ამას რატო ვიხსენებთ ჩვენ ანალოგიური ხდება ახლაც ნახეთ რა პერიოდ შეიცვლება ამის გახსენებით კი როგორ არა შეიცვლება ხო და ეს მინდა რომ კაფეო თქვა და შემდეგ გავაგრძელოთ აი რატო ვიხსენებთ და იმიტომ ვიხსენებთ რომ მოდი დაუბრუნდეთ რაც უკვე ვთქვით ანუ უნდა ბრუნვა იყოს ფულის ბრუნვა უნდა იყოს უნდა მონაწილეობდეს ყველა ეს აუცილებელი პირობაა რომ ყველა მონაწილეობდეს რატომ იმიტომ რომ ყველა რატომ უნდა მონაწილეობდეს იმიტომ რომ ფული ყველას უნდა ჰქონდეს
იმიტომ რომ როცა საქონელი შემოდის და ფული ყველას აქვს, მაშინ ესე იგი გამოდის რომ ბრუნვა სწრაფია და ფული როცა თქვათ აი მონოპოლია ხდება, არა ვთქვათ რომელიღაცა დარგის, არა მარტო, არამედ ფულის კონცენტრაციაც იქ ხდება. და სხვაგან ფული არ არის მარტო იქ არის და შესაბამისად სუსტი მყიდველობით უნარიანი ასეთი საზოგადოება ქვეყანა თვითქოს რაღაცა რაღაც რამდენიმე მილიონი რო 4 მილიონი თუ 5 მილიონი დასაწყისში ხო იმას უნდა გქონდეს 4-ჯერ 5-ჯერ მეტი უფრო დიდი ეკონომიკა ვიდრე ჩვენ გქონდა ხო და მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო უიმედო მდგომარეობა უიმედო რატომ? იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ იყო განიავებული აი ეს ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი. მართალია გაჩერებული იყო და მდგომარეობა კატასტროფული იყო, მაგრამ ეს იყო ფიზიკურად არსებობდა და იმის ამუშავება ჯერ კიდევ შეიძლებოდა. ხო და იმისათვის რომ ეხლა ჩვენ შევინარჩუნოთ უბრალოდ არსებობა შევინარჩუნოთ დღეს უბრალოდ არსებობა შევინარჩუნოთ ჩვენ გვჭირდება ჩვენი პოპულაცია გვჭირდება. ამ ხნის განმავლობაში მოხდა ახლა აღარ გავაგრძელებ ხო და იმის თქმა მინდოდა რომ მოკეთ ეს განიავდა იქ ხო აი ეს ჩამოთვალე თქვით კი ბატონო აი ეს ჩამონათვალე ამ ჩამონათვალეს გამო ანუ ის სამტრელის კვანძი თქვით მე იგი საბჭოთა კავშირის სამეურნეო კავშირები დაიშალა სამტრელის კვანძიდან მოყოლებული ჩვენ უკვე ჩაითვალა რომ ჩვენ არასაიმედო ეკონომიკური პარტნიორი ვარ და მე ეს რომ მოიხსნა ეს კვანძობები რომ მოიხსნა მე არავის აღარ უნდა ჩვენთან აღდგენა ეკონომიკური ურთიერთობები, იმიტომ რომ ამ ხელას არალი მოგვაყენე კაცო. ხო და მე უკვე ძალიან ძნელი იყო. მე არც ერთმა ხელისუფლებამ სერიოზულად არ იზრუნა, უნდა წასულიყვნენ, ჩასულიყვნენ, ემუშავად, თვითონ ისინი ბიზნესმენები უნდა წასულიყვნენ და ბიზნესმენები ვინ იყვნენ, სად იყვნენ ბიზნესმენები? იყვნენ დირექტორები, ხო, მაგრამ ამათაც ბოდიში და არ შეიწუხეს მანდ-ამაინც თავი. მე მოხდა ესეთი კატასტროფა, რომ ესე იგი წავიდა ეს პრივატიზაცია, უზარმაზარი ქარხნები გადავიდა ამ დირექტორებისა და მოკლედ დირექტორები მოადგილეები მთავარ ბუხალტრებს იცით ესენი ყიდულობდნენ. აქვე ვიტყვი თუ შეიძლება ბატონო მე ამაზე მასალები მაქვს ნაწერი ეს 86-87 მეტრებში კახეთში გაიყიდა ღვინის ქარხნები იმაზე გაცილებითი აფათ ვიდრე ღვინო იყო იმ მომენტში იმ ქარხნებში კი ანუ ეს ნამდვილ ამბავს ყვები ანუ ფაქტებს ყვები მე მახსოვს ახლა დეტალურად იმიტომ რომ ბატონი სანდრო კავსაძე იყო პირველი ამ პრივატიზაციის მინისტრი რომელიც მანდ-ამაინც არ გახმიანებულა სანდრო კავსაძე იყო კი და იმაში ოფისი ჰქონდათ პირდაპირ იმაში კანცელარიაში მთავრობაში მე 5 საათს და მაშინ იწერებოდა აი ეს რაღაცა დებულება და ასე შემდეგ ხო და მაშინ გადაწყდა კატასტროფული რაღაცა რომ რა მიზანი ქონდა ამ პრივატიზაციას საერთოდ რა მიზანი უნდა ქონოდა პრივატიზაციის მიზანი ნორმალურ ქვეყანაში შეიძლება იყოს ერთადერთი რომ გაფართოვდეს წარმოება და მეტი მოგება და არა ის რომ გაპარტახდეს ხო და ამათ ჩაწერეს რომ პრივატიზაციის მიზანი თურმე არის ის რომ ეს გაიყიდოს ფული შევიდეს ბიუჯეტში და დაიხარჯოს დღემდე ასეა სხვადასხვა ანუ ეს ნიშნავდა მეწველი ძროხის დაკლას და მეწველი ძროხა იყო მთელი ეკონომიკა პრაქტიკულად მთავრობის შესანახად დაკლეს ეკონომიკა და ხალხი დაწყევეს უმუშევრ მე ესე იგი ეს ხალხი უმუშევრო დარჩა ესე იგი ხო რაღაცა ხო უნდა ყოფილიყო და მე წავიდა აი ეს ისა რომ აბა წადით და სადმე მონახეთ სამუშაო ხო და დაიწყო დეპოპულაცია და დღეს გვაქვს აი ეს თავსატეხი რომ ქართველი არის აღარ დარჩა რაღაც მილიონი რაღაცა ზუსტად ხა არ ვიცი რამდენია 1.300.000 თუ რაღაცა არის ხო და ამიტომ ესე იგი ეხლა ქართველი დარჩა საქართველოში 1.300.000 ზოგი 1.300.000 წახის ზოგი 1.800.000 აი ეგრე რა არა მე მგონი ეს ცოტა ის არის 1.300.000 არა არის მე ამ მომენტში სანამ არ გამოქვეყნდება სიმართლე არა მე ხო არ ვიცახი ზუსტად 100 მეტი მე ვიცახი რომ 500.000-იც ვარ დარჩენილი ექსპერტული შეფასებებით მე არ ვიცი არანაირ ექსპერტული შეფასება ამას არ შველის უნდა არსებობდეს დოკუმენტური ხო ხა მე შეიძლება ჩემი წარმოდგენებით რაღაც გეთანხმებით მაგრამ ფაქტი ერთი რამ არის რომ ცალკე მეწარმეები და ცალკე ჩვენი მთავრობა ამას ამბობს რომ საქართველოში არასაკმარისია მუშახელი ეხლა ამას წინათ გამოვიდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი და თქვა რომ
ნუ აი მოძრაობები რო წავიდა მიგრაციული პოლიტიკის გამო და თქვა რომ ნუ ახლა ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ მიგრაციას, იმიტომ რომ არ არის მუშახელი და რა ვქნათ, ახლა ეკონომიკას ხო ჭირდება მუშახელი, კვალიფიციური მუშახელი არ არის, არაკვალიფიციურიც არ არის. რაღაცა ესე იგი გაჩერდება მთელი რიგი დარგები, მშენებლობა გაჩერდება, ტურიზმი გაჩერდება, აბა რა ვქნათ, სხვა გზა არ აქვს. მაგრამ ნახეთ რა ხდება. აქედან ვიწყებთ პრობლემას, აქედან ხედავთ ამ დონიდან რომ მუშახელი არა ყავს, ერთოთი მოდი, აი მშენებლობაზე ორ სიტყვას ვიტყვი. შენ თუ მუშახელი არა ყავს, დიო, იძულებული ხარ რომ შენ ანუ უფლება მიცე რომ არ მუშაობს ეს მუშახელი ამ ხელფასზე, რა ხელფასზეც მუშაობს შემოსული მიგრანტი. თუ ჩვენ საბაზრო მე მინდა რომ აი ყველამ ჩვენ წილ პასუხისმგებლობა თქვენ და მე კი არა, ანუ ზოგადად ხო დავხედოთ ამ თანხაზე არ მუშაობს. და შესაბამისად, ანუ იქ რატომ მიდის, იმიტომ რომ იქ მისთვის უკეთესია. აქ ამბობს რომ მე ამ ფულად სახლიდან არ გამოვალ. შენ თუ არ გამოხვალ, ვიღაცა მოვა შორიდან. კი ბატონო. ხო, მოდი ახლა ასე ვთქვა. თქვენ ნახავთ, თქვენ ჟურნალისტურ პრაქტიკაში ხო ბევრჯერ დაგისვავთ ესეთი კითხვა, რომ აი რა უნდა მოხდეს, რომ საქართველოში ხელფასები გაიზარდოს, იმიტომ რომ ეს ამ ხელფასებით ვერ ცხოვრობს ხალხი, ხო? არ ქონიათ ეგეთი? სხვათა მე მქონია ერთი რამ, მე ვერ ვიგებ სოფელ ადგილებში მწვანეს რატო ყიდულობენ ბაზარში. აი მეორე საკითხი. აი ეს შეკითხვები დამისვამს. თვითონ ეს შეკითხვა არ დაგისვიათ, რომ აი ახლა მე ხშირად მესმის ხოლმე, რომ სახელმწიფომ დააწესოს ქვედაზღვარი ხელფასის ან რაღაცა სხვა. როგორ დააწესებს ეს არის საბაზრო? არა, ვერ დააწესებს, არა, შეიძლება კანონში ჩაიწეროს, მაგრამ ფიზიკად ვერ აღასრულებს. ხო, ვერ აღასრულებს, რა თქმა უნდა. მაგრამ ამას ძალიან ხშირად ლაპარაკობენ სხვადასხვა პარტიებიც, ხალხიც ამას, რომ აი სახელმწიფო მიხედოს, როგორ შეიძლება ასე 300 ლარიანი ხელფასი, 500 ლარიანი, როგორ შეიძლება ამაზე ხო ეს შიმშილით მოკვდება ადამიანი, ხო, ასეთ ხელფასზე და ამიტომ უნდა გაიზარდოს ხელფასები და როგორ უნდა გაიზარდოს, ხო და ეხლა მეც ხშირად მეკითხებიან ხოლმე პატრონსს როგორ შეიძლება რომ გაიზარდოს. ერთადერთი გზა არსებობს, ყოველთვის პასუხობდი რომ ესე იგი იმდენად უნდა გაიზარდოს ეკონომიკა, იმდენი სამუშაო ადგილი უნდა გაჩნდეს, რომ შრომა როგორც პროდუქტი გახდეს დეფიციტური. აი შრომა როცა დეფიციტური გახდება, მისი ფასიც გაიზრდება. მოთხოვნა როცა იქნება, რა თქმა უნდა, მოთხოვნა როცა იქნება მიწოდებაზე მეტი. ან გაუთანავდება, ან მეტი იქნება. მაგრამ აი ეს მდგომარეობა როცა შეიქმნა, როცა ესე იგი დეფიციტურისკენ მიდიოდა შრომა, გესმის? ამ დროს ადგა, ნუ დაიბადა ეგეთი აზრი და მოდი შემოვიყვანოთ გარედან. გარედან შემოვიყვანეთ იაფი მუშახელი და აწი არასოდეს არ გაიზრდება შრომის ანაზღაურება ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ უფრო იაფი შემოვიდა და როგორც რა გაზრდა. სახელმწიფოს აქვს. ანუ სახელმწიფომ თავზე დაიმხო. მაგრამ ახლა თავისი განვითარების პერსპექტივა დაიმხო თავზე. დავამთავრებ თუ შეიძლება. კი ბატონო, დავამთავრებ. აი ნახეთ ახლა რა ხდება კიდე მეორე რამეს ვიტყვი. მეათეც მაქვს თქვენთან ნათქვამი რომ ის არის, რა ქვია, არის ეგეთი ცნება, რომელსაც ქვია ეკონომიკის მონეტიზაცია. ანუ რამდენი ფული ბრუნავს ქვეყანაში მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით. და 20% ბრუნავს, 19.9 უბრალოდ დაახლოებით დავამბობთ 20%. აი ჯოკერის ზენით რო თქვა, საშინელი წაგლეჯვაა. ძალიან დიდი დეფიციტია ფული. მედიცინის ენაზე რო გადავიდეთ, ანემია აქვს ჩვენს ეკონომიკას. ფული თუ სისხლია ეკონომიკის, საშინელი ანემია აქვს. და როცა ფული ასეთი დეფიციტია, ის რა თქმა უნდა ძვირიღის და რას ნიშნავს ძვირი ფული? ძვირი ფული ნიშნავს კრედიტის სიძვირეს. მაღალ პროცენტებს. და როცა კრედიტი ძვირია, იქ არ შეიძლება ეკონომიკა განვითარდეს. გამორიცხულია. ხო და ხშირად კამათი მოგვსვლია ხოლმე აი იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენს ეკონომიკას ხელმძღვანელობდა, ზოგი ფინანსთა მინისტრი რო იყო და ზოგი ეკონომიკის მინისტრი. როგორ რატო დააწესეთ ესეთი პროცენტი კაცო ამ იმის. ხო და იცი რა არის, რომ ესე იგი 5 ხო ესე იგი 20% ნიშნავს 1/5-ს, ხო? და ეკონომიკა წელიწადში გააკეთებს 5 მთლიან ბრუნსო და იყიდისო რა, აი ეს ფული, აი ამ მთლიან პროდუქტს იყიდის. 5 ბრუნი წელიწადში. და თქვენ იცით რომელიმე ისეთი დარგი, რომელსაც შეუძლია წელიწადში 5 ბრუნი გააკეთოს? არ არსებობს ეგეთი. ერთადერთი 5 ბრუნს ვერცერთი ვერ გააკეთოს, მაგრამ შეიძლება 2 ბრუნი გააკეთოს, 3 ბრუნი გააკეთოს, მხოლოდ იმპორტით ვაჭრობა და პურის ხობა. მეტი ვერაფერცერთი ვერ გააკეთებს. შესაბამისად, გამოდის რომ ჩვენი სახელმწიფო წაახალისებს მხოლოდ
იმპორტი თუ აჭრობას და მეტი არაფერს. დიახ, ვატნესოს ამიტომ რას ნიშნავს, რომ ნახეთ რამდენი რამე არის. ესე იგი, ხალხი აღარ აკვავს გაგვექცა, ფულად საკერძო პოლიტიკა ისეთია, რომ ეკონომიკას ხუნდებს ადებს, განვითარების საშუალებას არ აძლევს, საგადასახადო პოლიტიკა დაახლოებით ეგეთია. და რაც თავარია, მეცნიერება და რაღაცა, ხა მეცნიერება როგორ უნდა განვითარდეს იმ ქვეყანაში, სადაც ინდუსტრია არ არის. ინდუსტრიამ უნდა მოითხოვოს სამეცნიერო კადრები და კვალიფიციური მუშახელი. და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი დაფინანსება განათლების და გაჩნდება ესეთი კადრი. ინდუსტრიამ უნდა დააფინანსოს, ხა სახელმწიფო ვერ დააფინანსებს ყველას. მე რატო ვთქვი, რისი თქმა მინდოდა და ვერ მოვახერხე, რომ სახელმწიფოს ახლა შეუძლია გააკეთოს დათქმა. ის შემოდის მუშახელი არქმევს სამუშაო განსაკუთრებით დაბალ სეგმენტში, ეს ეხება ვთქვათ კურიერებს, მძღოლებს. ქართული ენის ცოდნა დააწესოს მინიმუმ, მძღოლებისთვის დააწესოს. არა, როგორ ახლა მე როგორც მომხმარებელი, იცით როგორ არის, მე ყოველთვის უყურებ ხოლმე მე წელიწადში ჩვენი ქვეყანა აღარ იქნება ქართველების სახელმწიფო. ქართველები თუ არ გააჩენენ ბავშვებს, ისინი აჩენენ ის ბავშვებს და ამიტომ ისინი მრავლდებიან. იცით როგორ არის, მე ყოველთვის ვარ მომხრე, რომ პრობლემა შეხედო, აი ჩვენთან ნეპოტიზმზეც ლაპარაკობენ ხოლმე ხშირად, რომ გარეთ ხელის გაშვეთ იაპონია რატოა წარმატებული ქვეყანა და ეს მეცნიერებად დადასტურებული ფაქტია, იმიტომ რომ ისინი თავიანთი პრობლემების გასაღებს ეძებენ არა სხვაში, რომ ის არის ცუდი. ხელისუფლებაა ცუდი, აქეთ მეზობელია ცუდი, ჩრდილოეთი ცუდია, ხელისუფლება თვითონ არის კაცო. იაპონია ისიც. ხო, აღმოსავლეთის, ხო, არა იაპონელი ხალხი თვითონ ვამბობ, მან შეძლო ის, რომ თავი თვითონ თავად იბრალებს, რომ მისი ბრალია და თვითონ ისი გამოსწორება შეუძლია ინდივიდუალურ დონეზე. ხა ეს აბსოლუტურად მეცნიერებად დადასტურებული ფაქტია და ამიტომ უყურებ ამ ხელ, აი ჩვენთანაც ნეპოტიზმი ცუდია ამბობენ, ნეპოტიზმი რატოა და ყველას ვეკითხები, რომ აი შენი ბიძაშვილი არის მინისტრი და კონკურსში შენი შვილი მან კონკურსში მიიღოს მონაწილეობაო. რა სიტყვი ბიძაშვილზე? კარგი კაციაო? აი როცა ყველა ვიტყვით რომ კარგი კაცია ბიძაშვილი, მაშინ არ იქნება ნეპოტიზმი. გასაგები. ხო გესმით რას ვამბობ? ყველა ვიღაცა ჩათვლის რომ აი იმან ხომ მე რატო ვახსენე ჯართის ამბავი. ის ხელისუფლებაში ვინც არის, მას აქვს უფრო დიდი პოტენციალი, დიდი არეალი, ბევრი რამ აქვს დასაღები. ვინც სად არის, აი იქ იმდენს იღებს. მე მაქვს ჩემი ჩამოწერილი, მოგეთ, ჩემი პროგრამა მაქვს. ამ პროგრამაში დაწერია, იცით რომ ვალდებულება უნდა კონდეს ყველა მინისტრს და ხელისუფლების და მთავრობის ყველა წევრს ორი რამის. ეკონომიკის ზრდა და კეთილდღეობის და ერთნაირად პარალელურად და ეს აისახოს რაღაცნაირად. ხო, მარტო ეკონომიკის და კეთილდღეობის ზრდის გარეშე არ ითვლება. თუ ეს ორივე იქნება და თუ არ იქნება, ამ შემთხვევაში უნდა მეორე წელიწადს გადააყენოს პარლამენტმა ასეთი მთავრობა. სადმე არის ასეთი პრაქტიკა? როგორ არ არის? სავსე რამდენიც გინდა დანიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში იყო, გერმანიაში 19 წლის განმავლობაში ზუსტად ასე იყო და და მაგ გამოცწნა შემდეგ ალბათ სამთავრობო კადრები არა? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. თუ გინდა სკამი შეინარჩუნო. მე კიდე ესე იგი მინისტრათა და ასე შემდეგ ადამიანი უნდა ინიშნებოდეს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და კონკურსში უნდა მოიტანოს თავისი პროგრამა, როგორ უნდა კონდეს 10%-ზე მეტი ზრდა წლიური, როგორც ეკონომიკისა, ისე იმისა კეთილდღეობისთვის. კეთილდღეობაში იქ ყველაფერი შედის, ესე იგი ოჯახის შემოსავლების დონე, პენსიის დონე, განათლების დონე, ჯანმრთელობის დონე, მანქანა, სახლი, ყველაფერი შედის ამ კეთილდღეობაში. ხო და ეს კეთილდღეობა პარალელურად უნდა იზრდებოდეს. ჩვენთან რა ხდება? ესე იგი კეთილდღეობა იზრდება მხოლოდ რამდენიმე ოჯახის და დანარჩენი ხალხი ღატაკდება. და თავარი ის არის რომ ჩვენ კარგავთ უძრავ ქონებასაც, მიწებსაც, საწარმოებს, ყველაფერს კარგავთ, ყველაფერი ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების და ეს დაკარგვაა პრაქტიკულად. და ამასთან ერთად ესე იგი ქართველებისგან იცლება მთელი უზარმაზარი რეგიონები და ტერიტორიები, რომელიც ხადიაც არეალი არ დარჩება, ხო? ხო და ჩვენ კარგავთ პერსპექტივას. ჩვენ გარშემო სიმჭიდრე მოსახლეობის ყოველს მაღალი. ყოველს მაღალია, ხო, შობადობა არ არის. ხო და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის რომ იცით როგორ არის საქმე ჩვენ ახლა მაგალითად ეკონომისტები ამბობენ ხოლმე რომ ჩვენ არა გვაქვს საშუალება რომ იმპორტი არ შემოვიტანოთ ახლა პრასი და საზამთრო ნიდერლანდები და რატომ უნდა შემოვიტანო გამოკეპინე ხო პრასი და საზამთრო ხას უსვავ ამას ხო და ის რა ქვია
მაგრამ აბა რა ვქნათ იქ იაფია. აი შვეიცარიაში მაგალითად იაფი არ არის საჭმელი. ძვირია. მაგრამ არაფერი ამით არ უშავდება შვეიცარიას. თავრობას არა, იქ არის კვოტირება. შემოსავალი თავისთავად, მაგრამ შემოსავალი საიდან გაჩნდება, უნდა შენ აწარმოო, ხო? ანუ ფული უნდა აწარმოო, როგორც ესე იგი რაღაც პრას და იმას აწარმოებ, ტრანსპორტს, ფეხსაცმელს, საჭმელს, ყველაფერს ფული, ეს ფულია ყველაფერი. სინამდვილეში ეს საქონელი ყველაფერი ფულია. ხო და ეს შენ უნდა აწარმოო და როგორ უნდა აწარმოო? თუ შენ ესე იგი შენ რა გინდა ეხლა რომ ესე იგი ის რა ქვია, შუამდინარეთი რო აქვს თურქეთს, შენ იმას გინდა რომ ბოსნეულის წარმოებაში აჯობო, სიაფით, გამორიცხულია. არ არსებობს. კვოტა უნდა დაუწესო, ამაზე მეც ვერ შემოიტან. შენ რა გინდა ეხლა რაღაც ფეხსაცმლის და იმის წარმოებაში ჩინეთს აჯობო, სიაფით ვერ აჯობებ, ვერასოდეს ვერ აჯობებ. აბა რა ვქნა, დაიმარხო საკუთარი თავი. ჩვენ ახლა რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ქვეყანას მარხავთ, ჩვენ ხალხს მარხავთ. გადარჩენეს ვარიანტი ერთადერთი არის ის, რომ უნდა გამოასწორო, რას ქვია 20%-იანი მონეტიზაცია, უნდა იყოს ქვეყანაში. სისხლი ჭირდება ეკონომიკას, 100%-ზე უნდა აწიო, უცბად კი არა, თანდათანობით. არ გამოიწვევს ეს ინფლაცია. მეორე, კვოტირება უნდა გააკეთო, ქვეყნის ნაგავი არ უნდა შემოუშვა. ესე უსაზღვროდ და კვოტირების გარეშე. უნდა მაღალი ნორმები დააწესო, ხარისხის იმის, ამის. უნდა გამოაცხადო შენ 5 წლიანი თუ 7 წლიანი თუ რაღაცა გეგმა უნდა გამოაცხადო, რომ სახელმწიფო შესყიდვებზე, აი მომავალ წელს, ამ წელს ამას ვიყიდი, იმას ვიყიდი, იმ ფასად. ოღონდ ვიყიდი მხოლოდ იმ ქვეყნის შიგნით და მხოლოდ იმ საწარმოებისაგან, რომელსაც ეყოლება ჩვენი მოქალაქე, დასაქმებული 90%. ნახეთ როგორ დაბზრიალდები და როგორ გაუკეთებენ ორგანიზებად უცბად ყველაფერს, ხო? აღმოჩნდება რომ თურმე შეგვიძლია ბევრი რამე ყველაფრის ხარდია არა, მაგრამ უმეტესობას გავაკეთებთ. თაფლი რატო უნდა იყიდოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთისგან, რუსული კომპანიისგან, ხო? აბსურდია, ხო? აბსურდია. ხო და ამის რაღაცებია, თითქოს მარტივი რაღაცებია, მაგრამ ეს მარტივი რაღაცები შეუძლია ამ ქვეყნის გადარჩენა, დამარხვისა და დასამარებისგან. არა და აქეთ მივდივართ, იმიტომ რომ ჩვენი ეთნიკური შემადგენლობა თუ მთლიანად კი არა, აი შეიძლება და ჩვენ თუ ჩამოვართ მაგალითად 1 მილიონზე და მოსახლეობა ისევ იქნება რაღაც 3.5 თუ 4, ჩათვლი რომ აღარ არის საქართველოს. ხო და არა და აქეთ მივდივართ, აი არაფერი რო არ შეიცვალოს და როგორც ახლა მიდის განვითარება, ზუსტად ამას მივიყევთ სულ მოკლე ხანში. ამიტომ დღეს ჩვენ გვაქვს სრული კატასტროფის წინაშე, არც 90 წელს ვიყავით, არც 92-ში სამოქალაქო ომის შემდეგ ასეთი კატასტროფის წინაშე არ ვიყავით. ეხლა გვაქვს სრული კატასტროფა. ხო და ამიტომ ესე იგი იმ წლებში დაწყებულმა პროცესებმა თავის შედეგი გამოიღო, ეს ისე ხოა იმ პროცესები. ხო, იქ ხო არ დარჩა ის არა, განვითარდა, გაღრმავდა და შედეგი მივიღე. კი ბატონო, ხო და ახლა ვიღაცას შეიძლება გონია, რომ აი რაღაცა ფეშენ მაღაზიები როა, მანის ავტობუსები რო დადის და რაღაც ისინი რო არის, კარგად არის. არა, საშინლად ცუდად არის საქმე, ჩვენ პრაქტიკულად არ ყოფნისაკენ მივექანდებით. ამიტომ სასწრაფო, ანუ გადარჩენაზეა საქმე. თანაც გადარჩენაზეა სასწრაფოდ გასაკეთებელი. აი დემოგრაფიას რა გაუმჯობესებს, ეკონომიკა როგორ ხდება? ესე იგი, აქ უნდა, ესე იგი, აქ უნდა ამუშავდეს, დატრიალდეს, ეკონომიკა უნდა ამუშავდეს, რომ აქ შეიქმნას სამუშაო ადგილები და ჩვენი ემიგრაცია დაბრუნდეს, უნდა ნახოს, რომ აქ ჯობია. აქ შეიძლება. აქ ჯობია. ესე იგი, უნდა გამარტივდეს ბიზნესის წარმოება ის რაღაცები და უნდა შემცირდეს ეს იმპორტი. არ შეიძლება იმპორტზე უნდა ზღვრები დაწესდეს. დიდი მაღალი სანიტარული ნორმები უნდა დაწესდეს და წინასწარ უნდა თქვა ამას გავაკეთებ და კრედიტები უნდა გაიაფდეს. ბიზნესისთვის მისაცემი კრედიტები. არ შეიძლება რომ გაზ და წყალს მოსახლეს აძლევდნენ 2-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე კომერციულ. როგორ შეიძლება 10-ჯერ უფრო იაფად. ანუ 8 და 80 არ ღირს იმისთვის წყლის საფასური და მოსახლეობის 50 წარმოუდგენელია როგორ უნდა იმუშავოს. მე კიდე ნახე რა ხდება. ესე იგი, ისაო, რა ქვია, არ შევეხოთ ეს ბიზნესია, რა ბიზნესი, არ გადამოდიო, ბიზნესი ქვეყნის შიგნით გავაკეთოთ, ხო და მე ის რა ქვია, მე შემიძლია სრულიად თავისუფლად, რომ აი სტატისტიკით ვნახო, რამდენ კინას მოიხმარს, რამდენ ნავთობს, რამდენ ამას და საბითუმლო ფასად ყველას რო ეყოფა იმდენი შემოვიტანო კაპიკ ფასებში. და მე მივყიდო
თითქმის მოგების გარეშე მივყიდო შიდა ბიზნესმენებს. დანარჩენი გაყიდონ, ხო, მაგრამ სახელმწიფოს შეუძლია აი რაღაცა ის გააკეთოს სპეციალური და შემოიტანოს ეს რომ გაუიაფე. შენ თუ აი ტრამპი ნახეთ რას აკეთებს. ტრამპმა თქვა რომ მე ეკონომიკით ვაჯობებ ჩინეთს. და როგორ? იმიტომ რომ ისე გავაიაფებ ენერგიას და ისე დავწევ გადასახადს რომ ჩინეთსაც კი ვაჯობებ. ამას ვერ წარმოიდგინე ჩინეთს როგორ უნდა აჯობო. აი წარმოუდგენელ დაბალფასები აქვს. გააკეთა. ისე დაწია ისა ნავთობის ფასი, ელექტროენერგიის ფასი, ისე დაწია გადასახადები და მუდმივად ამცირებს. აი ყოველდღურად ამცირებს. ამერიკას აქვს ეს პოტენციალი ამ ენერგომატარებლებზე და რა თქმა უნდა, ხო, ისა, მაგრამ იმას თუ drill baby drill, ხო, ჩვენ ახლა drill ჩვენც ბევრი გვაქვს ნინო სინამდვილეში, პოსტ არ ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს უსაზღვროდ ბევრი გაზი. ნავთობის შავი ზღვის შელფზე. მაგრამ მანდ მე როგორც ვიცი საერთაშორისო თანხმობაც აუცილებელი არავინ არ გაგვაბურღინებს დამოუკიდებლად. ეგ ახლა ოფიციალური ეგ არ არის, მაგრამ აი ყველა რო იცახის და დიდი მას რო ხატავენ რომ კატასტროფა მოგველის, იმიტომ რომ ნავთი ეს არის, რა ქვია, ეს არის გოგი წყალბადია. ხო, შავი ზღვა ანუ ის გოგი წყალბადი საწვავია. ძალიან კარგი საწვავია. რომელიც შეიძლება გადაამუშაო და გამოიყენო. ხო და იმისი გაყოფა გოგირდა და წყალბადა სულ არ არის ძნელი. მერე კიდე ესე იგი მოყოლებული მთელი აჭარის სანაპირო და პრაქტიკულად აი რაც სანაპირო გვაქვს, ხო? მთელ სანაპიროზე იქ რა ქვია პლიაჟზეც კი რომ მოთხარო და წყალი ჩაასხა, ნახავ რომ ბუყბუყებს. მეთანი ამოდის სუფთა ბრწყინვალე არაჩვეულები მაღალი ხარისხის მეთანი. უამრავი გვაქვს. გაზი გვაქვს ძალიან ბევრი. ნავთობის ბევრი გვაქვს. არ ხდება ამისი. გააკეთო ისინი. ხო და მაგრამ საქმე რა არის რომ ჩვენთან ის არის რა ქვია მოკლედ ესე იგი აი ეს ოლიგარქიული ჯგუფები არავის არ აძლევენ რაღაცა სერიოზული კეთების საშუალებას. აქ საჭიროა რომ ვიღაცა ისეთი ტრამპისნაირი რომელიც იტყვის რომ ასე უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ ქვეყნის ინტერესი ეს არის. ხო და სამწუხაროდ ესე არ გამოჩნდა. შეიძლება ჯგუფი გამოჩნდეს. ეხლა ნაცები რომ ამის გამკეთებელი არ არიან, ეგ ცხადია, ხო? ეს რამე იტაცონ, მეტი არაფერი არ აინტერესებს. ახლა აღმოჩნდა რომ ეს ხელისუფლებაც, ქართული ოცნებაც არ არის არაფერი სერიოზულის გამკეთებელი. რაღაცა თითქოს რაღაცით ქუჩაში ხალხს არ ხოცავენ და ციხეებში და რაღაცა, მაგრამ არაფერი სტიმული ვერ მისცეს, ან არაფერი არ იციან. ან არ იციან ელემენტარული ეკონომიკა, ან არ უნდათ. არ ვიცი მესამე სხვა რა არის. ხო და არა და ესე ვერ გადავრჩებით. დიახ. ნუ იმედია მოგვისმენენ და რაღაცას მიხვდები. ბატონო ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, უნდა დაგემშვიდობოთ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, ჩვენი მშვიდობებით. ხვალამდე მომავალ შეხვედრამდე.